მოგესალმები, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მადლობა. მოდი გითხარი, არის ზვიად კუპრავა თქვენი პარტიის წევრი? ანუ საერთოდ იყო საუბარი ხება გამაგიჟეს ჟურნალისტებმა უკანასკნელი სამგზავრო განმავლობაში არ არის ჯერეთის პარტიის წევრი, მაგრამ რომც იყოს პარტიის წევრი ან ნაციონალური მოძრაობის წევრი, გინდ ზვიად კუპრავა და გინდ ზაზა სარალიძე, გუში კახაკოკოვან თქვა, ესე ზაზა სარალიძე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყოს, ესე იგი მას რო შვილი მოუკლან, არ უნდა გაავაპროტესტოთ? ხო, არა, ეს ძალიან უცნაური ლოგიკა, უბრალოდ მაინც არ უბრალოდ დავაზუსტოთ. ეს არის სუსის ხაზი, სუს ეშინია საზოგადოების სოლიდარობის წარმოდგენა არ აქვს რა უნდა აკეთოს, ვინაიდან აღმოჩნდა უღრმეს კრიზისში და ისეთ რაღაცას იგონებს რაშიც თავად ეფლობა მე ანუ ხალხს სუსი კი არ აღმოჩნდა უღრმეს კრიზისში მე ვერ დაგეთანხმებით ხელისუფლება აღმოჩნდა უღრმეს კრიზისში მე ვერ დაგეთანხმებით არა მე ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ ამ სახელმწიფოში ამ ქვეყანაში არც ერთი ადმინისტრაციული ორგანო არ ფუნქციონირებს ეკონომიკის სამინისტროა რა ისე ფინანსთა სამინისტროა თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არა ერთადერთი უწყება რომელიც ფუნქციონირებს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი და რომელსაც აქვს დავალებული დიახაც ოპონენტების დისკრედიტაცია. დავიწყა შორწავა, ზვიად კუპრავა, სუსმა მე შევეცება მჩება რომ სუსმა თავისი გაიტანა, იმიტომ რომ თქვენ დღეს აქციაზე არ იყავით. რატომ არ იყავით აქციაზე პოლიტიკოსები? არა, მე აქციაზე როგორ არა ვიყავი აქციაზე? არა, ანუ აქციის ლიდერშიპში პოლიტიკოსები დღეს რატომ? არა, ვიყავი, ჩვენ მქონდა დილიდან შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შევიკრიბეთ, სადაც ძალიან ნათლად და ცხადად განვაცხადეთ საზოგადოების წინაშე, რომ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს უფლება, რომ ეს ღელვარება, რომელსაც ადგილი აქვს თბილისის ცენტრალურ გამზირზე, გამოიყენოს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის, დიახ? ერთმანეთშიც კი შევთანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროებაც არ იყო. იმიტომ რომ იმდენად დიდი ტრაგედია არის სახეზე. ერთ ადამიანსაც არ უნდა დაჩეს. საჭიროება არ იყო, როგორც თქვენ აღნიშნავთ, რატომ შეთანხმდით ამაზე, რატომ აკეთებთ ამის ხაზგასმას, ნიკა? მე შეიძლება მრჩება, რომ აი ამ პროვინციალური ნარატივში ჩაყევით თქვენ საქართველოს შეობის სამსახურს. ეს არის, არა, არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ჯერჯერობით, როგორც აქციის მონაწილეები. იქ არიან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერი და აქტივისტი, როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები, ძალიან ბევრი. მათ შორის დაახლოებით გულახდილად შემიძლია გითხრათ, 100-მდე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო იმ სტუდენტთა, ასე თქვა, სწავლობაში, რომელიც დღეს გაიმართა, მე რაც ვიცი. და სხვადასხვა პოლიტიკო, ის სტუდენტები საიდან მოდიან? ზოგი სტუდენტი ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერია, ზოგი არ ვიცი მე, ნინო ბურჯაძის პარტიის მხარდაჭერია, ზოგი შესაძლოა არავის მხარდაჭერია. ზოგი აპოლიტიკურია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ კიდევ სანამ აქციის ორგანიზატორების ულტიმატუმი არის ძალაში, რომლებიც ითხოვენ მკვლელების დასჯას და იმ ადამიანებს, ვინც აფარებდა ხელს მკვლელებს. არის ძალაში და დრო მათ მიცემული აქვს, ვაკვირდებით, აი ზვიადი ჩაერთვება და თავად განაცხადებს, ვაკვირდებით, ამის შემდეგ ბუნებრივია პოლიტიკური პარტიები გავაკეთებთ შესაბამის განცხადება და ძალიან აქტიურად ჩავერთვებით, ვინაიდან ყველა ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად იჩაგრება ზვიად სარალიძეს ოჯახი და დავასრულოთ შეიძლება ეკა რო არ გამიწყდეს აზრი. ის მოსაზრება, რომ იცით, არა პარტიულობას დღეს საუბრობდნენ იქ ბავშვები და არ ვეთანხმები, დიდი პატივისცემა მათ, ძალიან მაგარი ბავშვები და ახალგაზრდები მოდიან, ხო? მაგრამ საქართველოში არის ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია. ანუ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიიდან ერთი პარტია არის ხელისუფლებაში. ანუ ერთი პარტია არის შინაგან საქმეთა სამინისტროში, არის სუსში, არის სხვადასხვა სამინისტროში, ერთი. ანუ ეს ერთი პარტია ჩაგრავს ზაზა სარალიძეს ოჯახს და სხვა პარტიებმა რა უნდა გააკეთოს, თქვენ როგორ ფიქრობთ? ხადე ჩვენ მოგიცნით ამ ტრიალურ დეტალებს, ნიკა, ეს გასაგებია ისევ. ეს გასაგებია. მე მაინტერესებს დღეს თუ ხართ ერთიანები მთელი ოპოზიციური სპექტრი. თუმცა პირადად მე მაგალითად ამ შემთხვევაშიც არ დავიყენებ ღიად პრორუსულ ან შეფარულად პრორუსულ ძალებს ეს ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილად ეს არის წითელი ხაზი რომელსაც მე პირადად არ გადავყვეტი როგორც პოლიტიკური პარტია მაგრამ მე მაინტერესებს გააქცევთ პასუხს თუ შეიძლება ძალიან ცდები და პირდაპირ გეუბნებით ნინო ბურჯანაძე პირველ რიგში არის დედა და ნიკა მელია პირველ რიგში არის მამა
და ზაზა სარალიძე პირველ რიგში არის მამა, რომელსაც მოუკვეს შვილი და ნინო ბურჯანაძე და ნიკა მელიას უდგანან გვერდში და სხვაებიც. მაგრამ შემთხვევაში დედა და მამა უდგეხათ, მაგრამ დედაზე და მამაზე არ საუბრობთ. აქ საუბრობთ ჩვენ პოლიტიკური პარტიების ლიდერებზე. პოლიტიკური პარტიების ლიდერებზე ვლაპარაკობთ. ძალიან დიდი ბოდიში მე ამაში არ გეთანხმებით და მე მაინტერესებს. მე არ გეთანხმებით. მაგრამ ეს არის შეთანხმდით რომ ერთანხმდებით მე სხვა შეკითხვა მაინტერესებს. არ არის ეს არის ღირებულებების ხაზი. რა არის ღირებულებების ხაზი? გადავიდეთ სხვა თემაზე. ხელისუფლება საუბრობს რომ ნაციონალური მოძრაობა რატომ დგას იმ აქციაზე, თქვენ საუბრობთ რატომ დგას მე ჩემ აზრს დემოკრატიული მოძრაობა. ჩემ აზრს გამოვხატავ, რომელიც ეფუძნება ამ შემთხვევაში ღირებულებებს და ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებას. მაგალითად მე შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ვინ დგას მაგ აქციაზე. თქვენ ხართ მზად ყველა პოლიტიკური პარტია ამ შემთხვევაში მე არ მოვახდენ ასე ვთქვათ ბურჯანაძე პრორუსული მემარცხენე მემარჯვენე ვინც არის არ აქვს ამასთან მნიშვნელობა. ხართ თუ არა მზად იმისთვის რომ დააყენოთ გარკვეული მოთხოვნები იმ ხალხის სახელით მათ შორის ვინც დგას მიტინგზე. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რა მოთხოვნებია ეს, რა ტიპის მოთხოვნებია? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯერ კიდევ ამბობ, აი ხვალ საღამოდე ჩვენ დავაკვირდებით ხელისუფლების რეაქციას. კიდევ ერთხელ ყველანი რომ დავწმუნდეთ საბოლოოდ ამ ქვეყანაში ოდენავ მაინც სამართლიანობის აღდგენის შანსი არსებობს თუ არა. ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან გააკეთონ განცხადება და ამ განცხადებაში რა იქნება მომიტევეთ და დაველოდოთ მოვლენებს. ბატონო მე ერთ-ერთი უნდა კითხოთ ამ თვითისთვის რაიმე ინდიკაცია არსებობს იმისა რომ დაკვირვებათ ეს პროცესი ღირს და სამართლიანობას. ვის აინტერესებს ბატონის სამინისტროს განცხადების შემდეგ, როდესაც მათ მთელი ასე ვთქვათ ყურადღება გადაიტანეს რომ თურმე სასამართლო კორუფციაში მოსამართლემ ამ შემთხვევაში ან ქთამი აიღო ან რაღაც მინიშნება არის ძალიან ცალსახა და რომ ისინი ამას იძიებენ და რომ პროკურატურის ვერსია იყო გამართული უბრალოდ სასამართლომ დაანგრია ეს ვერსია გარაპირების ზემოქმედების შედეგად. ამის შემდეგ და შენგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ თქვენ ელოდებით იმას რომ ხელისუფლება რამეს გააკეთებს. ველოდებით. აკვირდებით რას? არა, დამიჯერეთ ხალხო. პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა თავის სიტყვას იტყვის. მაგრამ ეს პირველ რიგში უნდა იყოს შეთანხმებული ზაზა სარალიძესთან. ეს არის ზაზა სარალიძეს, რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს ყველა ოპოზიციურ პარტიამ, თავზე ვერ გადავახტებით. პირდაპირ გეუბნებით. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში უნდა მივიდეთ ზაზა სარალიძეს და ჩავაყენოთ საქმის კურსი. გასაგებია და თავრობის გადადგომა არ არის საკმარისი. უნდა ჩემი აზრით და მტკიცე პოზიცია რომ საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად. ვინ შოთაძე, რა შოთაძე, რის ასე ვთქვათ, მხოლოდ მურუსიძე და ქალბატონი წულუკიანი. ვინები არის? სამართლებრივ კომისიას, რომელიც შეიქმნა მათ შორის თქვენი ფრაქციის თანამონაწილეობით, ამას როგორ არა ჩვენი ფრაქციის თანამონაწილეობით არ შექმნიო, ჩვენ საერთოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ არ დაუჭირეთ მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვინაიდან გითხავით რასაც ველოდებით რასაკვირდებით თუ საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სტრატეგია საგამოძიებო კომისია ისე დაკომპლექტდება რომ ეს რაღაცნაირად საგამოძიებო კომისია არის მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილისთვის ყველა ის ადამიანი ვინ გადავდეს მაშველი რგოლი ნებსი და უნებლიეთ ამ ასე ვთქვათ ინიციატივას ხარს უჭერს ან ვერაცნობიერებს განგება კეთებს და არ მინდა დავიჯერო რომან გოცირიძე დღის პირველ ნახევარში ვერაცნობიერებდა თუ განგება კეთებდა. კი ბატონო, არა, არ იყო მისი პოზიცია სწორი, მაგრამ საბოლოო ჯამში მან არ დაუჭირა მხარი არც სალომე სამონტაშვილმა და რომან გოცირიძემ. ვინაიდან ოჯახი პირველ რიგში უნდობლობას უცხადეს პარლამენტს. ოჯახი პირველ რიგში ზაზა სარალიძე უნდობლობას ძალიან დიდთან უნდობლობას უცხადეს საგამოძიებო კომისიას. რა უნდა გამოიძიონ? ნიკა თქვენ ფიქრობთ რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო შეცდომა და რეალურად სასიცოცხლო სივრცის მიცემა ბიძინა ივანიშვილის ისტორია. შიშისგან სახცახებს ეხლა რეალურად ხდება რომ შეიძლება რამდენიმე დღეში მისი ხელისუფლება ჩამოიშალოს თავიდან ბოლომდე და
ცდილობს ეხა გადარჩენას, ვინაიდან წარმოადგენელი აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში და ამიტომ მოგიწოდებთ რომ ნუ ჩაყვებით პოლიტიკოსები სუსის პროვინციალურ ნარატივს, სპეციალურად დანერგილ ნარატივს და ნუ მიატოვებთ იმ ხალხს, რომელიც იქ დგას, იმიტომ რომ იქ უკვე იდგა ხალხი ერთხელ, რომელმაც არ გაიკარეს პოლიტიკოსები და სამარცხვინოდ დაასრულეს ხალხს არ გულისხმობ ლიდერშიპს. რა თქმა უნდა და მე იმას ვეტოვებ, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ და ახლა იქიდან გვარიგებენ ჭკუას, როგორ უნდა არ გაიკარონ პოლიტიკოსები, თვითონ წარმატებულები ყოფილიყვნენ თავის დროზე. ინიციატივაც იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა და სიამოვნებით და სიხარულით აიტაცეს მოგვიანებით ქართულმა ოცნებამ და ყოველ საათში ამას ასე თქვა ამაზე აპელირებენ, მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეს არის ყოველდღე წარმოუდგენელი. მტკიცებულებებიც აღარ არსებობს ნიკა ეკა. რა უნდა გამოიწვია? რა უნდა გამოიწვია? ჩვენ მაგაზე ვერ ვიდავთ. ამიტომ რო გაგცეთ ამოწუროთ პასუხი ნაციონალური მოძრაობა მთელი სიმძლავრე ნაციონალური მოძრაობა მობილიზაცია საკუთარი აქტივის არ მოუხდენია. და ნაციონალური მოძრაობას სხვა პარტიებთან ერთად რა რაოდენობის ადამიანის მობილიზაცია შეუძლია რუსთაველის გამზირდეს ბევრჯერ ვინახავთ. ბოლოს ძალიან მოკლედ რო გვიპასუხოთ და დავასრულოთ ნიკა საუბარი. როდისთვის უნდა ველოდოთ თქვენი კონკრეტული პარტიის კი არა თუ ან ყველა პარტიის ან თქვენი კონკრეტული პარტიის არ ვიცი რა ფორმულით ხდება მან გაწყვეტილების მიღება. როდისთვის უნდა ველოდოთ ამ პროცესების უკვე მკაფიოდ პოლიტიკური ასე ვთქვათ მაგისტრალური მოთხოვნების ფორმირებას. აი როდისთვის უნდა ველოდოთ დაახლოებით აი ეს დაკვირვების პროცესი რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს? დაკვირვების პროცესი ხა ისე უწამოვიდგინეთ რომ ჩვენ ხა თუ ხელისუფლებისგან არაფერს არ ელოდებით, მაშინ რას აკვირდებით? ჩვენ სახლებში ვართ და ვაკვირდებით პროცესს. მაშინ როდესაც სუსე აქტიურად მუშაობს და ის მინდოდა არ დამოვიწოს ამის თქვა ზვიად კუპრაოს უპატიოსეს ადამიანს, რომელიც ძალიან პატიოსნად ემსახურებოდა სახელმწიფოს საპატრულო პოლიციის რანგში. უპატიოსესი პატრულის თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში, როდესაც ქართულეთმა მოვიდა ხელისუფლებაში, გამოვიდა სამსახურიდან. ეხლა უბზრიალებენ და უტრიალებენ სუსის თანამშრომლები, რომ თითქოს იგი იყოს ზონდერი ხალხმა. აი ეს ისარს მიუთითებენ, მის სურათს დაახურეს, რაღაცა ფოტოშოპი გააკეთეს. უგოდი, აი ასე მუშაობენ. როგორც 2014 წელს გამახსენდა ჩემი თავი. ზონდერობა დამობრალეს, თითქოს 26 მაისს ვარბევდი და 7 ნოემბერს ვარბევდი. მეტი ამათ არაფერი არ შეუძლია. ამიტომ ყველაფერი დევს ხელის გულზე. საზოგადოება ზედ რუსთაველზე ატარებს სახალხო სასამართლოს მტკიცებულებების წარდგენით პირდაპირ ეთერში და ძალიან მალე გამოუტანს ამ ხელისუფლებას განაჩენს და პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ვიქნებით იქვე ძალიან აქტიურად. ძალიან დიდი მადლობა.